როგორ უნდა მიიღოს თუ გამოიყენოს ეს პაციენტმა დალიოს მედიკამენტის სახით თუ და ოპერაციით თუ და ჩაყენდე ოპერაციით გაკეთდება. მინი ოპერაცია უნდა გაკეთდეს, მინიმალურად ინვაზიური, ზუსტად ადგილი ჯერ არ ვიცით, სად შეიძლება მისი ჩანერგვა, იმიტომ რომ ამაზეც მიდის ახლა მუშაობა, რომ ადგილის კარგი იდენტიფიკაცია მოხდეს დიდ ცხოველებში. და ამის შემდეგ უკვე ფაქტიურად ან კანქვეშ უნდა ჩაყენდეს, ან კუნთში, თქვათ. ზომით რამხელა? ზომა არის ძალიან პატარა, მაგრამ ახლა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ამ ზომის მასშტაბირება, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ თაგვებზე. თაგვის წონა არის 25 გრამი. 25 გრამიან ცხოველს სჭირდება ძალიან პატარა კონსტრუქცია. ჩვენ როცა 25 კილოიანს შესაბამისად 25 კილოიანზეც არ არის უკვე საუბარი, არის საუბარი 80 კილო მინიმუმ. რა საკიდან იქნება შესაძლებელი? ბავშვებისთვისაც იქნება უკვე? აი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ჩვენ მოვაგვარეთ იმუნოსუპრესიის პრობლემა, ანუ თუ ჩვენ აღარ დაგვჭირდა იმუნური სისტემის დადგმა, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა პაციენტს, ვისაც აქვს ტიპი 1 დიაბეტი, შევთავაზოთ ეს პროცედურა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. რა მაგარი იქნება. წარმატებებს გისურვებთ მართლა. ეხლა რატომ მოვიდა ცერბრული მომადგა თვალებზე? აი, წარმოუდგენლად მაგარ საქმეს აკეთებთ და როგორ მიხარია, რომ ასეთ სოფლიო დონის რევოლუციურ საქმეში ქართველი ადამიანია ჩართული და ხელმძღვანელი. ძალიან საამაყო ამბავია და მადლობა თქვენ.